გავაკეთე. No. იყო ჩართული იყო საერთოდ. ესე no. პოლარიზაცია ჯგუფებს შორის დაპირისპირება, რომლებსაც ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. რადგანაც ისინი ერთად არ ითვალისწინებენ, მათ შორის იქმნება დაძაბულობა და კონფლიქტი. არსებობს განსხვავებული ტიპის პოლარიზაცია. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური, სოციალური და ბოლოს ეკონომიკური. პოლარიზაციის მარტივად აღსაგრძნელად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჭადრაკის მაგალითს, სადაც ერთი მხარე მეორე მხარეს უპირისპირდება და საჭადრაკო დაფაზე ორი რადიკალი ერთმანეთს ხვდება. და მაინც, თუ სად ხდება პოლარიზაცია? დღეს პოლარიზაცია მსოფლიო პოლიტიკაში ძალიან აქტუალური თემაა და მას ხვდებით ყველგან. როგორც მედიაში, სოციალურ ქსელებში, ასევე ოჯახურ დისკუსიებსა და თუნდაც სპორტულ შეჯიბრებებშიც კი. პოლარიზაცია ჩვენთვის ნაცნობ ფილმებსა თუ სერიალებში იჩენს თავს. თუმცა შეიძლება თავიდან შეუმჩნეველიც იყოს. მაგალითისთვის ავიღოთ ფილმი 12 განრისხებული მამაკაცი. მისი სიუჟეტი ერთ პატარა ოთახში ვითარდება, სადაც 12 ნაფიცსაჯულია შეკრებილი. მათი საერთო მიზანია განაჩენი გამოუტანონ ბიჭს, რომელიც მამამისის ყოლობაშია ბრალდებული. თუმცა 12 მამაკაცს განსხვავებული აზრის გამო დაპირისპირება უწევთ. პოლარიზაცია განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როცა ნაფიცსაჯულები ემოციურად რეაგირებენ და პირად მიკერძოებულობას ავლენენ.